საქმისათა. Ყველარი ინობა 27 იანვარს არის ვიხსენებთ წმინდა ენოს გარდაცვალების დღეს და სულ იყო 14 გოგო, ერთი წელი მოდიოდა ფეხით და 15 იყო ჩამოვიდა და ქვია ქართველთა გამაათებელი. წმინდა ენოს სოციეთ მოიქცა მეფე მირიანი, რომელიც იყო სპარსი ეროვნების და წმინდა ენოს მაგალითზე ჩანს თუ რამხელა ძალა აქვს ლოცვას. ასევე დიდი დამსახურებაა მშობლების. მშობლები რო ყავდა მოწმე, იმიტომ 14 გოგო უკვე იყო მზად ერთის ესე იგი გახდა მლოცველი. ასევე ჩვენ შვილები რო ყავს მიხადია როცა 3 წლის და 5 წლის ბავშვი პირას იწერს, მისი დამსახურებაა მშობლების დილასაღამოს მივაჩვიოთ ხადებთან ბავშვის ლოცვას. და მიხადია რა რომ მიუხედავად იმისა, ათეისტური წუმა გავიარე და ჩემ ასაკმა 77 წლის ვარ, 80% მოწმეები ვარ. მაგრამ ჩვენი რწმენა მაინც შეიძლება შევადაროთ რას. აი მკვდარი ლაზარე ხო იყო? ეს 4 დღის მკვდარი რო იყო და რო აღადგინა ღმერთმა. იყარდაო ესეთ გუმარებაში იყო, ესეთ გუმარებაში ვარ ჩვენ დღეს ქართველები. ოსაგდებით, ლოთობით, წამლით, ასევე ხშირად მომყავს საფულის მაგალითი. სოხმანი ვარ და პლაჟი მახსენდება ზაფხულში და ამაში მამაკაცების ხელს უწყობთ. ხელს როცა მოგზემოთ გვაცვია სასვლები და შორტის ვეძახეთ. ვარ დროის დამოდიშულები და არა ღმერთის. და შეიძლება დროადელ ახალგაზრდობას რო გამოდიან და აჩერებენ მანქანებს და ესე იგი ნერვიანობენ იმაზე რომ ესე იგი არ მოდიან მიტინგზე და არ უჭერენ მხარსა. ხო და ესე იგი თვითდაჯერებულები არიან. ამიტომ ასაკი არიან პატარები. ასაკი არიან პატარები და გონიათ რომ ყველაფერი იციან. გონიათ რომ ჩვენ ასაკს უნდა ასწავლონ. ამ დროს დიდი მნიშვნელობაა გამოცდილებას. და შენ თუ შენ თავში დაჯერებული ხარ, ახალგაზრდა რო ხარ. იმას კი ამპარტავნება რომ დაუშვათ შეიძლება მართალიც იყო, მაგრამ თუ შენას არ მოჩილება ადამიანი, ესე იგი აეთანხმება რა დღეში არიან ხო უყურებთ ახლა ჩვენა ინტერნეტში ესე იგი ლანძღავენ იმათ მოღალატეებს ეძახიან, ახსენდება კომუნისტური წყობა. და კომუნისტური წყობა სიტიჟებიან ესენი. ახლა ძალა რო ქონდეთ შეიძლება იმასაც კომუნისტები აკეთებდნენ, რა გააკეთეს კომუნისტებმა? მოწმეები დახვიდეს, ტაძრები დაანგრიეს. და ესე იგი თუ იტყოდი ოფიციალურად ღმერთი არისო, გიჟიღავი და ჩამორჩენილი. და ასეთები არიან ეს ახალგაზრდების. ისინი ის ახალგაზრდები, რომლებიც ესე იგი ხედავენ რომ არ ეთანხმები მაგათ. და რა უნდათ იმათ? უნდა თავისუფლება ქვეყნისა. განა ქვეყნის თავისუფლებას მივიღებ და ეს შილვეთ მეზობელმა, რუსეთმა ხელისუფლებამ წაგვართვა დროები ტერიტორია ახალ სამაჩაბლოდ. თან სხვა გინებით, წივიკივილით მივიღებთ რამეს, ხო თან სასაცილოა, თან სადირალია. და ხშირად ვამბობ რომ მაშინ ვაგინოთ თურქებსაც, ირანელებსაც იქ უკავთ თუ აჭარა მაგათია თურქებს. ირანელები ასწავლიან რომ აღმოსავლეთ საქართველოს მაგათია. რას ვიშველის ახლა მე აგრიანელები რო ჩამოდიან, იმათ ისინი რომ ან თურქების ბანცო ვაგინო, ან ხელისუფლებას უნდა მოვიქცე, რა აზრი აქვს. და თუ მოწმე ხარ, და ამდენი ახალგაზრდა მოწმე. შეიძლება მოყავ 17 მაისის მაგალითი. რამდენი ახალგაზრდა იყო იმ 17 მაისზე, რა იყო 24 წლისა. ოჯახის სიწმინდის დღეს იყო გამოცხადებული, იმის მიათეთის არა იქ ახალგაზრდები, რაც ახლა მედიკებზე როგორ და წევია. ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოწმეა და თუ მოწმე ხარ, შენ იცი რომ ივერიის მონასტრის დასარბევად მიდიოდა 9 გემი დასაყაჩაღებლად. და ეს ათონის და ისა კუნძული და 9 გემი ჩაძირა ღმერთმა ფიშობმა დატოვა მარტო ერთი ვინც ყაჩაღი იყო და ის მაგალითად გაეძარცვა მონასტერი, ბევრი ფული შეწირა. იმ ყაჩაღმა არ იყო ქრისტიანი, მაგრამ დაინახა რომ ესენი ღმერთის ძალის ქვეშ არიან და ისე დაიყაჩაღებინა. პირიქით იქ შეწირა ფული. ამიტომ წიუკივისი კი არა ძალა და გინებაში მტრისა. არამედ ძალა არის ღმერთში და ეს რწმენა მოუწევს ღმერთმა. და გვაქვს მადლობა ღმერთს, მაგრამ ხარისხი კიდე რას გვია? მარტო პიჟბიძე რა თქვამია ისმაგზე, ისმაგმა იცის, რომ ქრისტე ღმერთია დღეს. და საწინააღმდეგოს აკეთებს. ნათქვამია რომ წმინდანების მიერ რომ ბროდმა სულებმა რო თქვა, უფალო შემიწყალდი არა დაცვენ, ხდებიან ანგელოზები. ასევე ჩვენ პიჟბიძე რას აზრი არ აქვს და სანდის ნათებას. თუ
თუ არ ვიქნებით სინანულში და ეს სინანული მოგწეს ღმერთმა. ჩვენთან არის ღმერთი.